მინდა თქვენ და საზოგადოებას შეგახსენოთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ წარადგინა, ჩვენ წარვადგინეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების პროცესის შეჩერებას, მორატორიუმის გამოცხადების მიზნით. ჯერ კიდევ მანამ, სანამ ჩვენ ვიყავით საქართველოს პარლამენტში, მსგავსი პროცესი არ მიმდინარეობდა. მხოლოდ 2012 წლის ზაფხულში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ქვეყანაში დაიწყო მიწების გასხვისება უცხოელებზე. ამ პროცესს განსაკუთრებით მასშტაბური ხასიათი მიეცა ბოლო 6 თვის განმავლობაში და თავად მედიას არაერთხელ გაუშუქებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უკვე შემდგარი პრეცედენტები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ჩინელები, ინდოელები, ეგვიპტელები, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მასობრივად ყიდულობენ მიწას. ძალიან მალე ჩვენ შეიძლება მივიღოთ სურათი, როდესაც ამ სიტყვის ფაქტობრივად პირდაპირი მნიშვნელობით მიწების უცხოელებზე ასეთი უპრაგონო გასხვისების შედეგად ქართულ სახელმწიფოებრიობას ფაქტობრივად გამოეცალოს საარსებო ნიადაგი ქართული მიწის სახით. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტს თავის პოლიტიკურ დღესასრიგში არ აქვს იმაზე მნიშვნელოვანი საკითხი განსახილველი და გადაწყვეტილება მისაღები, როგორიც არის საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გაყიდვის პროცესის შეჩერება და ამ პროცესის მკაცრი რეგულირება. ამიტომაც ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება. დაველოდებით გარკვეული პერიოდი, ეს არ იქნება დიდი ხნის განმავლობაში, ალბათ 2-3 კვირის განმავლობაში, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პარლამენტმა გამოხატოს თავისი პოზიცია ამ ჩვენი საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით და თუ ჩვენ შევამჩნიეთ ინერტულობა, პასიური დამკვირვებლის როლში სახელმწიფოს და საპარლამენტო უმრავლესობის თუ მთავრობის ყოფნა, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სხვა პოლიტიკურ მეთოდებს, მიმართავთ ჩვენ საზოგადოებას, დავიწყებთ აქტიურ სარეფერენდუმო მოძრაობას, რომლის მიზანიც იქნება 200,000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვება და რეფერენდუმზე ამ საკითხის გატანა. საქართველოში მიწების უცხოელებზე გაყიდვის პროცესი კაცრად უნდა რეგულირდებოდეს და ეს პროცესი მორატორიუმის გამოცხადების გზით უნდა შეჩერდეს. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო და მკაცრი პოზიცია, დასაბუთებული და გამყარებული მათ შორის საზღვარგარეთისა და ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს განსხვავებული აზრი ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ დასაბუთებული ინფორმაციაც და არგუმენტებიც, რატოა ეს გადაწყვეტილება მისაღები სასწრაფოდ. ვიცი, რომ სხვა ბევრი არაერთ საკითხზე ჩვენი პოზიცია გაინტერესებთ, ამიტომ მე დაველოდები თქვენ შეკითხვებს და დავიწყოთ მაშინ. ნინო ბურჯენაძე წარადგინა გუშინ სახალხო კრებამ საპრეზიდენტო არჩევნ კანდიდატად. შესაძლებელია თუ არა საპარლამენტო ოპოზიციამ, რომლის მხრიდან ბოლო პერიოდში ხშირად გვესმოდა, რომ უნდა მოხდეს გაერთიანება და ერთობლივი ძალებით საერთო კანდიდატის დასახელება, მოახერხოს სწორედ ნინო ბურჯენაძის კანდიდატურის გარშემო გაერთიანება. ანუ შესაძლებელია თუ არა, რომ თქვენ იყოთ იმ პარტიებს შორის, რომლებიც ნინო ბურჯენაძეს დაუჭერენ მხარს. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო საპრეზიდენტო კამპანია და არჩევნები გველის. არ ვიცი, მოხერხდება თუ არა, ასე ვთქვათ, კონსოლიდირებულ კანდიდატზე შეთანხმება არასაპარლამენტო ოპოზიციის, ჩვენ მქონდა ამის მცდელობა, საბოლოოდ იმედი ამ მიმართულებით ჯერაც არ დაგვიკარგავს და მზად ვარ და ღია ვარ მოლაპარაკებებისათვის, თუმცა საჯარო განცხადებების შემდეგ არ იწყება ხოლმე კონსულტაციები, ხო? ჯერ ალბათ რაღაც გარკვეულ შეთანხმებებს თუ არა მოლაპარაკებებს აქვს ადგილი და ამის შემდეგ გაცხადდება საზოგადოებისთვის ალბათობა შეთანხმებულ კანდიდატზე პოლიტიკური პარტიების გარკვეული სწორებისა. ჩვენ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას გვაქვს ჩვენი პოლიტიკური დღესასრიგი, რომელიც ამ შემთხვევაში ითვალისწინებს საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიური მონაწილეობის მიღებას. ამ ეტაპზე განვიხილავთ ფორმას მონაწილეობისა და არა კანდიდატს. ფორმაში იგულისხმება სწორედ ის, არის თუ არა ჯერ კიდევ დარჩენილი შანსი საიმისოდ, რომ ჩვენს ამომრჩეველს საზოგადოებას შევთავაზოთ ფიგურა, რომელიც იქნება სიმბოლური გამოხატულება, კომპრომისული, მიუკერძოებელი არბიტრის ფუნქციისა და მისიის მატარებელი
ადამიანისა, რომელიც შეძლებს ახალი ქართული კონსტიტუციის მიხედვით მართლაც შემრიგებელი, მომრიგებელი და პროცესების მშვიდობიან დემოკრატიულ პოლიტიკურ კალაპოტში ჩაყენების უნარის მქონე ადამიანის გამოხატულება საარჩევნო კამპანიაში. რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტი პოლიტიკური ლიდერი და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ასახელებს უკვე თავის თავს, როგორც საარჩევნო მარათონის მონაწილეს, თავისთავად ცხადია ალბათობა ასეთი ტიპის შეთანხმებისა უფრო მეტად მცირდება. ამიტომაც ჩვენ ჯერჯერობით თავ შევიკავებდით კონკრეტული განცხადების გაკეთებისგან, ერთი რამ კიდევ ერთხელ ნათლად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მოძრაობა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში, საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები მონაწილეობის ფორმაზე და ამის შემდეგ უფრო ადვილი იქნება კონკრეტულ კანდიდატურაზე ჩამოყალიბება. ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ვერსიას. პირველი ეს არის მართლაც საზოგადოების ფართოფენებისთვის მისაღები, არა იმდენად პოლიტიკური წარსულისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, მაგრამ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების, რომელიც შეძლებს არბიტრის როლის თამაშს კრიზის მენეჯმენტის, კრიზისული სიტუაციების მართვაში საკუთარი მიუკერძოებელი ფუნქციის შესრულებას. თუ ეს ვერ ხერხდება, მეორე ტიპის პრიორიტეტს წარმოადგენს გარკვეული პარტიათა კოალიციის მიერ ნიშნულოვან იდეოლოგიურ ნიადაგსა და საფუძველზე მიღწეული შეთანხმების შედეგად წარდგენილი კანდიდატი, რომელიც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და ამის პარალელურად ჩვენ აქტიურად განვიხილავთ საკითხს საპრეზიდენტო არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლის მონაწილეობასაც. ასე რომ ეს სამივე ვერსია ჯერჯერობით სამუშაო ვერსიას წარმოადგენს და შემიძლია ვთქვა სრულიად ნათლად. ვერ გეტყვით ზუსტად ამ ვერსიიდან რომელი გამოვა, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ უკვე არანაირი გარანტია იმისა, რომ რომელიმე კანდიდატი, მათ შორის ისინი, რომლებიც დასახელდნენ პირველივე ტურში საპრეზიდენტო არჩევნებისა მიაღწევენ დამაჯერებელ გამარჯვებას, ასეთი გარანტია უკვე აღარ არსებობს. რაც თავისთავად ძალიან კარგია, რაც ძენს ინტრიგას და ინტერესს საარჩევნო პროცესს და რაც ჩემი აზრით უკვე არის წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული კონკურენციისთვის საქართველოში. ესე რომ ამ არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას არა მარტო კანდიდატების და პარტიების, არამედ ჩვენი საზოგადოების აზრი აქვს და მე ვფიქრობ, რომ ეს საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაც და თავად არჩევნებიც უნდა იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი ღირებულებებთან მიმართებაში ჩვენი საზოგადოების და პოლიტიკური ჯგუფების და მათზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ჯგუფების უფრო გამოკვეთილად სწორების. მე მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები მათ შორის იქნება ღირებულების დონეზე საზოგადოებრივი არჩევანის განსაზღვრა, რა გზით უნდა იაროს ჩვენმა ქვეყანამ, როგორი უნდა იყოს მისი არჩევანი, როგორც საგარეო პოლიტიკური ორიენტირის, ასევე ქვეყნის შიგნით საზოგადოების მოწყობის, ლიბერალურ თუ კონსერვატორულ საფუძველზე მოწყობის თვალსაზრისითაც. პეტრე გიორგი, იმ სამ ვერსიაზე ჯერ ვინაიდან ერთ-ერთი არ ჩამოყალიბებულ ხართ სამი ვერსიიდან შესაბამისად არც კანდიდატი დაგისახელებიათ. თქვენი პოზიცია ქრისტიან-დემოკრატების ვიცით გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით. როგორია თქვენი დამოკიდებულება ნინო ბურჯანაძის მიმართ, ანუ შეფასებით ნაწილს გულისხმობ პოლიტიკური შეფასება? მარგველაშვილზე თქვა, რომ ძალიან სუსტი კანდიდატიაო და მათთვის იმდენად ცუდია, რომ ჩვენთვის კარგიაო, ლემა მეფხვაძემ გააკეთა წინაპირას განცხადება და არ უთქვავს და თქვენ მოახდენთ ინტერპრეტაციას ამის. ძალიან ცუდი კანდიდატიაო და ჩვენთვის არის ძალიან კარგი კანდიდატი და არ გამორი, ანუ მე პირადად ძალიან დიდ პატივისცემას გამოვხატავ უკვე ასპარეზზე გამოსული კანდიდატების მიმართ. ამას ჭირდება ძალიან დიდი შინაგანი სიმტკიცე, მზაობა, თავდადება, მაღალი პოლიტიკური კვალიფიკაცია და ძალიან გაბედული უნდა იყო ადამიანი, რომ ისეთ რთულ ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორც არის საქართველოს, სადაც პოლიტიკური დაპირისპირება და ბრძოლა, კონკურენცია საკმაოდ უხეში ფორმებით მიმდინარეობს, ეს გასაგებიც არის ახალგაზრდა დემოკრატიისათვის შენ მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის. ამიტომ ყველა უკვე დასახელებული კანდიდატის მიმართ გამოვხატავ ჩვენს პატივისცემას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოკვეთილი იდეოლოგია, რომელიც თანამედროვე ჯანსაღი ქართული კონსერვატიზმის ფესვებზე დგას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რა ეკონომიკური და სოციალური პლატფორმის იქნება ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი დაამხრივ სოციალური საბაზრო ეკონომიკა იყო არის და იქნება ჩვენი კანდიდატის თუ ჩვენი პოლიტიკური პარტიის ეკონომიკური, სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტი, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის. ჩვენი ქვეყნის პროდასავლური არჩევანი, პროევროპული არჩევანი, ჩვენ ვართ ყველაზე პროდასავლელები ეროვნულებს შორის და ყველაზე ეროვნულები პროდასავლელებს შორის.
და ამ ნიშას არავის არ დაუთმობთ, ხო, არ იქნებოდა კორექტულად ნათქვამი სიტყვა, უბრალოდ ვეცდებით, რომ ქართულ პოლიტიკაში ამ პოზიციებისა და მიდგომების მქონე პოლიტიკურ პარტიებს და მათზე ორიენტირებულ ამომრჩეველს მივცეთ და დაუტოვოთ ძალიან ნათელი არჩევანი, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებშიც. ხმებსაც მივცეთ შესაძლებლობა. დიახ. თითოეულ მათგანს ვიცნობ საკმაოდ კარგად და ყველა მათგანს აქვს თვისება, რომლის გამოც ადამიანი დაფიქრდება მიწის თუ არა მას ხმა. ისევე როგორც იარსებებს უამრავი არგუმენტი და ამაში პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს ნამდვილად დავეხმარებით, რომ საზოგადოებას დავანახოთ ის ნაკლოვანი ან უარყოფითი მხარეები, რომელიც შეიძლება გქონდეს რომელიმე კანდიდატს. პირველი და მნიშვნელოვანი წესი ნებისმიერი პოლიტიკური კონკურენტისთვის არის ის, რომ ძალიან ბევრი არ ილაპარაკოს მის სავარაუდო კონკურენტზე საარჩევნო კამპანიის დროს. ასე რომ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე გარკვეულწილად შესული ვართ ამ საარჩევნო კამპანიაში, მე არ წამოვეგები თქვენს ანკეს და არ დავიწყებ ზედმეტ და ბევრ საუბარს რომელიმე კონკრეტულ კანდიდატზე. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს პატივისცემას თითოეული მათგანის მიმართ, მაგრამ გპირდებით, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ ყველა ჩვენ ძირითად კონკურენტზე ჩამოყალიბებული აზრი გვექნება და დებატები სხვათა შორის ამის შესანიშნავ საშუალებას მოგცემს. ბატონ გიორგი, მიხოთ იმისა, რომ ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ ის არაპირებს საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმას, მან გარკვეულწილად გააკეთა ესეთი დააპირისპირა ერთმანეთს ტრადიციები და კანონი, ტრადიციები და კონსტიტუცია. კეთ ჩვენ გადავდივართ მათ შორის 17 მაისის მოვლენების გარკვეულ. დიახ, ამიტომ ეს თემა ალბათ იქნება აქტუალური. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც შეიძლება ასე ვთქვათ, თქვენ უფრო მნიშვნელოვნად იყო დაინტერესებული და ამ კონტექსში, რა კონტექსში თქვენ დამისვთ, მე გიპასუხებთ, რომ ჩვენი პარტიის და პირადად ჩემი პოზიცია ზოგადად ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დაცვის კუთხით თქვენთვისაც ცნობილია და ჩვენი საზოგადოებისთვისაც არის ცნობილი. ჩვენ კაფიოდ განგვასხოვებდა ქართული პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ნაწილისაგან ღია, საჯარო და მოურიდებელი საუბარი ჩვენი ქვეყნის განვითარების კონსერვატორულ მიდგომას. დღეს საქართველოს ხელისუფლებაშიც და ასევე ოპოზიციურ ფლანგზეც მრავლად არიან პოლიტიკური პარტიები, რომელთათვისაც არჩევანი დიდი ხანია ჩამოყალიბებულია და ეს არის ლიბერალური საქართველო. ჩვენ ვართ ქრისტიან დემოკრატები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარება, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ქრისტიანული დემოკრატია, ჯანსაღი კონსერვატიზმი, თანამედროვე საქართველო, რომელიც ევროპული ოჯახის წევრი იქნება სრულფასოვანი ღირსეული, თავისი ტრადიციები, თავისი განსხვავებებით, ანუ იმით, რითაც ჩვენ შეიძლება ვიყოთ საინტერესო გარემო სამყაროსათვის. რაც შეეხება 17 მაისის მოვლენებს და ზოგადად მოვლენებს, როგორ უნდა განვითარდეს მომავალში, მე ასეთ რამეს ვეტყოდი ძალიან დიდი პატივისცემით, სიყვარული და სითფოთი ჩვენ საზოგადოებას. მათ შორის იმ სატელევიზიო აუდიტორიას, რომელიც ალბათ ჩვენ ახლა გვიყურებს. თუ ჩვენ გვაქვს პროტესტი და არ გვინდა, რომ ქართული მიწები იყიდებოდეს უცხოელებზე, რითაც ფაქტობრივად ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ნიადაგი ეცლება საქართველოში ქართულ სახელმწიფოებრიობას. თუ ჩვენ არ მოგწონს პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგრამ მაინც მოხდეს ისე, რომ ჩვენ ერთსქესიანი ქორწინებები დავაკანონოთ და რაც კიდევ უფრო მეტად დიდი საფრთხის შემცველი არის ამ ტიპის ოჯახებს ბრწყალებში გქონდეს უფლება შვილების აყვანის. თუ ჩვენ არ გვინდა ხდებოდეს გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრების პროპაგანდირება და არანორმალურის ნორმალურად მოჩვენება და შეთავაზება საზოგადოებისათვის, ამისთვის საზოგადოებრივი პროტესტის დემოკრატიულ ფორმებთან ერთად და ისეთთან მათ შორის როგორც იყო 17 მაისს, როდესაც საზოგადოების ძალიან შთამბეჭდავი ნაწილი გამოვიდა რუსთაველის გამზირზე ამ ყველაფრის მიუღებლობის გასაპროტესტებლად, არსებობს ასევე სამართლებრივი პოლიტიკური დემოკრატიული მეთოდი ამის პარალელურად, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ჩვენ არ გვინდა რომ ეს მიწები გაიყიდოს, მოდით დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება. მივმართოთ საპარლამენტო უმრავლესობას. მიმართოთ იმ ადამიანებს, რომელთა ხელშიც არის დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება მათ შორის პარლამენტში. ჩვენ შევიტანეთ ეს საკანონმდებლო წინადადება და ველოდებით როგორ იქნება საქართველოს პარლამენტის რეაქცია, მათ შორის მმართველი პოლიტიკური ძალისა.
თუ ეს არ მოგვეწონება ეს რეაქცია და თუ ისინი ამ შემთხვევაში დაიკავებენ საწინააღმდეგო პოზიციას, ამისთვის არსებობს საერთო სახალხო პოლიტიკური ნების გამოხატვის არაერთი საშუალება. ეს არის ხელმოწერები, ეს არის რეფერენდუმის მოთხოვნა და მათ შორის ეს იქნება კიდეც მომავალი და სხვა ნებისმიერი არჩევნები, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს მოსახლეობას სწორედ ღირებულების დონეზე გააკეთოს არჩევანი. ისევე როგორც თუ ჩვენ არ გვინდა რომ თბილისში გეი პარადები ტარდებოდეს, გეი აღლუმები ტარდებოდეს, თუ ჩვენ ვხედავთ გარკვეულ საფრთხეს და საშიშროებას, რომ ამ ტიპის საჯარო აქტიურობის საბოლოო დამაგვირგვინებელი აკორდი შეიძლება იყოს ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება საქართველოში, მაშინ გავიხსენოთ ყველამ ერთი წლის წინ, ზუსტად ერთი წლის წინ, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ ჩვენი საზოგადოებისთვის, მათ შორის პარლამენტისთვის შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში ოჯახის როგორც ინსტიტუტის უფრო სრულფასოვნად წარმოჩენას და სულ რამდენიმე უწყინარი ფრაზის ჩამატება ჩვენს მოქმედ კონსტიტუციაში, რომ ოჯახი ეს არის ქალისა და მამაკაცის მიერ შექმნილი ერთობა, რაც ავტომატურად გამორიცხავს პერსპექტივას იმისას, რომ საქართველოში დადგეს საკითხი ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების. ასევე ჩვენი ცვლილებები ითვალისწინებს შეთავაზებული ცვლილებები ერთი წლისიანდელი ჯერ კიდევ რეგულაციას გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრების პროპაგანდისა საჯარო სივრცეში. ამაზეც კონკრეტული წინადადებები ჩვენ შეტანილი გვაქვს უკვე პარლამენტშიც, წარდგენილი გვაქვს საზოგადოებისთვის. ასე რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც არ სურს რომ ეს მოხდეს საქართველოში, საზოგადოებრივი პროტესტის სხვა ფორმებთან ერთად გამოვიყენოთ კონსტიტუციით ჩვენთვის მონიჭებული ასევე და გაცილებით უფრო ეფექტური მეთოდები, ეს არის საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, ეს არის სხვადასხვა საკანონმდებლო მოქმედ აქტებში ცვლილებების შეტანა. ეს არის ჩვენი კონკრეტული წინადადებები ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, რომელიც დევს პოლიტიკურ მაგიდაზე, პოლიტიკური ძალებისთვის, რომელიც წარდგენილია ჩვენი საზოგადოებისათვის. ასე რომ ჩვენ ვაპირებთ ჩვენ საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, რომლისთვისაც ფასეულია, ღირებულია, მნიშვნელოვანია, გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის როგორც დემოკრატიული ევროპის განუყოფელი ნაწილის, ამავე დროს თვითმყოფადი ერის მომავალი, ვიბრძოლოთ სხვადასხვა მეთოდით. ეს იქნება ქუჩაში ცივილიზებული საპროტესტო აქციების სახით, თუ ეს იქნება ამ შემთხვევაში საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ჩვენი კონკრეტული აქტიურობის ფორმებით, რის ძალიან კონკრეტული გამოხატულებაც მე თქვენს და საზოგადოებასაც კიდევ ერთხელ შევთავაზ. მეგონი ჩვენი პოზიცია ძალიან ნათლად გამოხატეთ. მე მგონია რომ ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც დღეს გამოდის მოწოდებებით სასულიერო პირების მიმართ მკაცრი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმის, ოდნავ არაადეკვატური და არასერიოზულია. ამიტომ რომ ამ ადამიანებს ან საერთოდ არ ესმით ეკლესიაში მყოფი პირების, სასულიერო პირების განწყობა იმ ადამიანებისა, რომლებმაც უკვე თავიანთი შეგნებული გადაწყვეტილება მიიღეს და ფაქტობრივად შეწირეს თავიანთი სიცოცხლე, ღმერთს და სამშობლო სამსახურს და თუ ვინმეს გონია რომ რამე ასე ვთქვათ სამართალდარღვევის აქტი, ჯარიმა ან თუ მცირე ან დიდი პატიმრობა ხელს შეუშლის რაიმე ტიპის აქტიურობას. მე შემიძლია გითხრათ პირიქით, ძალიან ბევრი სასულიერო პირი შეიძლება ძალიან მაყოფილიც აღმოჩნდეს იმისთვის, თუ კი დევნილი იქნება გარკვეული გაგებით სისტემის მიერ ზოგიერთი ნაბიჯისთვის, რომელიც შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეფასდეს როგორც სამართალდარღვევა. არ მგონია ამ გზით სიარული იყოს გონივრული და რაციონალური, რადგან ამ სასულიერო პირების ძალიან დიდი ნაწილის დამსახურება არის მათ შორის ის, რომ ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა რუსთაველის გამზირზე, მართლაც არ გადაიზარდა იმ მასშტაბის აგრესიულ მოქმედებებში, რომლითაც შეიძლება მსხვერპლისკი მიგვეღო და მე ჩემი თვალით ვნახე კიდეც შემდეგ ვესაუბრე სასულიერო პირებს, რომლებიც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გადაფარებული იყვნენ ადამიანებზე, რომელთა მიმართაც შეტევა ხორციელდებოდა, მათ შორის სამარშრუტო ტაქსებშიც და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ რამდენიმე განსხვავებული სურათიც ვნახეთ, მაგრამ სრულფასოვნად სამწუხაროდ ქართული მედიის მიერ ის რაც ხდებოდა იმ დღეს თბილისის ცენტრში არ იყო ასახული და ესეც გარკვეული ხარვეზია, რომელიც ჩემი აზრით გამოსწორებას აუცილებლად ექვემდებარება. ეკლესია მოწოდებულია მშვიდობისკენ,
სიყვარულისკენ. ეკლესიის მთავარი იარაღი, რა თქმა უნდა, ეს არის ქადაგება, ადამიანების დარწმუნება, ეს უნარი და ეს რესურსი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას არასოდეს დაუკარგავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც თავის სიმაღლეზე აღმოჩნდება და ამის პარალელურად იარსებებს გარკვეული ჯგუფები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ მომხდარი არის ვიღაცისთვის მწვანე შუქი ეკლესიაზე, მის უწმინდესობაზე, აგრესიული შეტევის განხორციელების, ამის გარკვეული მცდელობები, ამისი გამოვლინება წლების განმავლობაში ხშირად ვნახეთ ჩვენ, მაგრამ ეს როგორც მთავრდებოდა, ისეც გვინახავს, წყალი მიდგება, მოდგება და თავის საგუბარში ჩადგება, ეს არც მე მაშინებს, მით უმეტეს არც ეკლესიას აშენებს, არც ჩვენს მრევლს აშენებს, არავის არ უნდა ჩვენი ქვეყანა გახდეს აგრესიული დაპირისპირების ასპარეზი. კონფლიქტი ჩნდება იქ, სადაც საჯარო სივრცეში ცდილობენ ჩვენ ნორმალურად თავს მოგვახვიონ ის, რაც არანორმალურია. გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრების პროპაგანდა და ეს ცხოვრების წესი არის არანორმალური. ამ ადამიანებს საკუთარ სახლში არავინ უვარდებათ, არც ბარებში აწუხებთ ვინმე, არც კაფეებში, აქ საუბარი არის საჯარო სივრცეში პროპაგანდაზე. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს უფლება გქონდეს ჩვენი აზრი. და რაც თავარია, სამართლებრივი პოლიტიკური მეთოდები, დემოკრატიული მეთოდით ვიბრძოლოთ ამ პროცესის რეგულაციისათვის. და როგორი შეიძლება იყოს ეს პროცესი, ამის თაობაზე მე დღეს მე მგონი საკმაოდ დეტალურად ვისაუბრებ. რაც შეეხება სასულიერო პირების პასუხისმგებლობას, თავად ეპისკოპოსმა იაკობმა სრულიად ნათლად გამოხატა აზრი ეკლესიის, რომ სამართლის და კანონის მიმართ არავის არანაირი განსაკუთრებული პრივილეგია არ გააჩნია, მათ შორის არც სასულიერო პირებს. მათ ამით არც ეშინიათ, ისინი არა უბრალოდ ზრდასრული, არამედ ძალიან ჩამოყალიბებული შეხედულებების მქონე საქართველოს მოქალაქეები არიან. იციან ძალიან კარგად, რასაც აკეთებდნენ, რისთვისაც აკეთებდნენ და რის გამოც აკეთებდნენ. სწორედ აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ რაიმე კონფლიქტს ამ შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს არჩევანის. ეს იყო ამ ადამიანების სრულიად გააზრებული არჩევანი. სამწუხაროდ ყოველთვის არ ქრჩება არჩევანი ძალიან კარგ და ძალიან ცუდ გადაწყვეტილებას შორის. არის ვითარება, როდესაც შენ ხარ იძულებული გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რომელიც ყველა, ასე ვთქვათ, კომპონენტს და ყველა მოცემულობას იდეალური ქცევისას არ ექვემდებარებოდეს. ამ ადამიანებს აქვს თავისი პოზიცია, თავისი გამართლება. იმ დღეს თბილისის ცენტრში ჩატარდა ორი აქცია, რომელსაც რა თქმა უნდა, ჰქონდა ელემენტი, როგორც სიტყვის სადა გამოხატვის თავისუფლების, ასევე პროპაგანდირებისას. რამდენადაც მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მცდელობა საჯარო სივრცეში გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრების წარმოჩენის როგორც ნორმალური მოვლენა საზოგადოებისთვის, ეს არის ამ ცოდვის მორალური ლეგიტიმაციის მცდელობა, რომელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად მოყვება საქართველოში ამ მიმდინარეობის სამართლებრივი პოლიტიკური ლეგიტიმაციის და ლეგალიზაციის მცდელობა. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, გავითვალისწინოთ ის გამოცდილება, რომელიც ევროპის სახელმწიფოებში არსებობდა ამ პროცესთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი რამ გვასწავლა, მათ შორის ევროპაში მიმდინარე პროცესებმაც. იქაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს საერთოდ არ ჯეროდა და ვერც კი წარმოედგინათ, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე კათოლიკურ ესპანეთში, რომ ერთსქესიანი ქორწინებები დაკანონდებოდა და ასეთ ოჯახებს მიცემდნენ შესაძლებლობას შვილების აყვანის, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ, მას შემდეგ რაც მოხდა მორალური ლეგიტიმაცია ასეთი ქცევისა საჯარო სივრცეში, ეს მოხდა. ანუ ჩვენ არ ვსაუბრობთ ისეთ რამეზე, რაც უკვე არ მომხდარა და რაც წარმოუდგენელია რომ მოხდეს. ასეთი პრეცედენტები უკვე შედგა და ჩვენ ესეთი პრეცედენტები საქართველოს სინამდვილეში ცივილიზებული დემოკრატიული მეთოდებით უნდა გამოვრიცხოთ. ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ რომ მე მგონი ცოცხალი რეგია სხვებიც მელოდებიან და არ მინდა სხვები ჩავაყენო უნახულ მდგომარეობაში. მადლობთ.